გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ჩვენს არხს. გამარჯობა. წინაზე სადაც ვიყავით, იქით დავბრუნდით მამკო და მამათა მონასტრის მხარეს. ტაისონიც რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად არის. დღეს მშვენიერი ამინდი გვაქვს. ჩამოვარდა ბადრი რა. ნინი, მე მგონია გირჩების ხმა არის. და გირჩები იხსნება. მეგობრებო, ახლა ხო გაზაფხული და დათბა ესა ბუნება იცვლება და აი წიწოვან ხეებს აქ ასეთი ხმა თუ გესმით ვიდეოში. კუპის ხმა არის. გეგონება რაღაცას კდებაო. და მე მგონია რომ გირჩები იშლება. პირველად შევამჩნია. მეც ნინი. ზემოთ ნახე ის მტაცებელი ფრინველი. კიდევ აქ არის ის. აბა. ტერიტორიაზე დაფრინავს. შენ მიყური. ნუ შენას უშვერთ იც. ჯარ, ხოდით კოიქ ხმებ გესმის. ტრადიციულად სკამების აწყობა მაქვს დაწყებული. დანდათბა, თუ არა ირია ისევ ამინდები. უფრო მეტ გასვლას მოვაწყობთ ჩვენ. მერე უკვე ნუესთან ერთად წავალთ აი ესე. რამდენი კილომეტრი რო ვიაროთ სიტყვაზე. თუ ვიშოვე სადმე საბავშვო ჩანთები არის, იცით როგორი? ახლა ეს ხოა ჩემი ზურგჩათა სალაშქრო. იგივე სტილის არის, უბრალოდ ბავშვი, ანუ ზურგზე იყიდებ და შენი შვილი ჯდება ზემოდან რა ჩანთაში. აი როგორც კენგურუ გვიყიდია წინ კერზე, ეგ ჩანთაც ეგეთი თემაა რა, ზურგზე ზის და აი ზემოთ აქვს ხელები, თავი. ძალიან მაგარი რაღაც არის სალაშქროთ. აი ეგ თუ ვიშოვეთ მე და ნინი. მე უკვე შევძლებთ რომ აი სიტყვაზე რომელიც უფრო მძიმე ტვირთი იქნება, მე მეკნება ზურგზე, აი ნოეზე მძიმე წესით სალაშქრო ჩანთა იქნება. სიტყვაზე ნოე რომ ნინის ყავდეს. წავალ შორს, დავჩებით კარვით და მთელი ამბები. ზაფხულში ნუესთან ერთად დარჩენას და ლაშქრობას უეჭველი გადავიღებთ. ჩვენ ძალიან გვინდა ვეღავით. აქაც ახლა წეგან მანქანით რომ მოვედით, ნუემრო დაინახა და რო გავჩერდით, ეგრევე ეს ეხტუნაობა დაიწყო მანქანაში. და მადლობა ყველას უგვიყურებს და მოგწონთ ჩვენი ვიდეოები. ტრადიციულად ყვარი მინდა ახლა ცეცხლის დასანთებად. ნელ ჰარა ეს პირში არ შეიძლება. აი ბურბუშერები ნოე. ისე ვარ გადაჩეული სანთებელის და ასანთის გამოყენებას სულ კაჟით რომ ანთებ ცეცხლს. ნო შენს დააგდო გინდა? ეს თავისი თეზებს აჰა. აი. აი რეკეთი ყოის? აი. კაუში, აბაში. ოჩა, მაგარი ბიჭი. რეჭირა? აი ეს აიღე. ეს. წამოდი. აბაში. ოჩა. მაგიდაზე გვაქვს რაღაცები გაშლილი, ნუ იღებს აქ ჯოხს ან წიწვს ან რამეს, ესე გამოივლის და ცეცხლში აგრებს. მაგარი ბიჭი ხარ ნოე. ნახე როგორი ჯოხი ვიპოვე ნოე. ბადრი წიწაკაც ვიყიდა. კარგია. ნინი ამზადებს მეგობრებო რაღაცებს გარეც ხავს. ისა და გაცინოთ. წინაზე ხო დამოვიწყდა, წინაზე ხო წამოვიღე ტაფა და დამოვიწყდა ზეთი. და დღეს ზეთი წამოვიღე და ტაფა დამოვიწყდა. როგორი ხმა აქვს? ტაისონს არ მივცეთ? ტაისონ აი ნოე გაძლევს. ოჩა, აჰა ისეც. მომიცი, კარგი ბიჭი ხარ. შუბზე შეხედეთ, ხარას დაეჯახება ხარას. ძალიან მოუსვენარია სავსიც რა. ძალიან კარგი არის. ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობს. კარგი ბიჭი ხარ. ახლა ის მაგრად გამიკვირდა, რა ცეცხლთან რომ ის რაღაცებს რო აყრის, ან წინაზე რო დამინახა, დაამუღამა. ძალიან მიხარია. ჩემი მაგარი ბიჭი ხარ ნოე. წამო ჩვენ ბუნებაში გავისეინოთ.
წამ. აღმოჩენილი. ოპა. ნინი. ხო. როა შეიძლება იცი? ჩემი კარგი ბიჭი. მიყვარ ხანოე. წადი დედიკო ისაინე. თუ დედიკოს კენტავიდე? სამი. გაიცი. დავაკვირდი მეგობრებო და მართლა გირჩევის გაშლის ხმა არის. სავარაუდოდ ძალიან ნელა იშლება და ამას ესე თვალით ხო ვერ დაინახავ თუ კადრი არა აჩქარე სიტყვაზე. ზუსტად ესეთი ხმა არის. ძალიან მიხარია რომ ნუ ეს მოსწონს ბუნებაში ყოფნა. ზოგადად, რავი, არ ამგონია რომ ბავშვს ბუნებაში ყოფნა არ მოსწონდეს. თუ მშობელმა სხვანაირად არ მიაჩვია რა, მე უკვე ადამიანი რო გაიზრდება, სხვანაირად როა მიჩვეული. უკვე დიდ ადამიანებს აღარ მოსწონთ ხოლმე, რამდენს გონია ეხლა და რამდენს დაუწერია ჩემს კომენტარები, რომ აუ მაგარი მუცლილი ხარო, რა გინდა სახში დაჯექი და რაღაც ისულელეები რა. არ და რა ჯობია ყოფნას. ბავშვებიც ისე უნდა გავზარდოთ, როგორც უკეთესი არის. ბუნებაში ყოფნაზე კარგი რა არის. გირს როგორ ახმაურებ, აბა? მე რო ვერ შვები, შენ ეთყობა ჩემზე ძლიერი ხარ. აი, ვერ შვები მე. რა ძლიერი ხარ, გირს როგორ დაამტვრია. ამას იცი, შეგინდა რაღაცებს აცლიან, თესტს, ციყვები და მერე ჭამენ. ნახე ნუე. რა ნინი? კი, ჩვენ შეგვიძლია კი მოვაცალოთ. ამას ეხა მოცლილი აქვს. ანუ გირჩი როდესაც იშლება შიგნი, აი ამ ფენებში აქვს თესლი რა ყველა ნაწილზე. ეხა ამას არა. აი დედიკო იქ არის რაღაცებს რიცხავს. ეს მოეწონა ძალიან გირჩევს რომ მაცლის და მე აი ქაგროვებს. კარგი. ახლა დავიწყოთ საწაბელის მომზადება. წამოღებული მაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ტომატი. და უნდა შევკაზნო ხახვით, წვანილით და სუნელებით. ძალიან გვიყვარს სახლში ასეთი საწებელა. თუ საწებელი. რავი რომელიც გინანი, საوارია გემრიელი. ზოგიერთ ეძახი ზოგიერთ. საوارია გემრიელი. აი ცოცხალია, სხვანაირია. წონილებით და ხახვით. ძალიან დახუცმაცებულიც არ უნდა. საშუალო ზომებად არის დაჭრილი. კიდე უნდა გიპოვოს აზმე დიდი გირჩი, მოიცი? ბადრი, ისე ჩემი დანით უკეთ ვჭრი. ეგ და განიერია რა. ხო, ეს უფრო ხორცისთვის მგონი. ეგ ხორცი და ძიმის სამუშაოები. ნუ აი ნახე როგორ გიჩები მოვიტანე კიდე. ეს მეგობრებო ბიურკრატიის დანა არის. და მაგარი რაღაცები აქვს, უკრაინულია რა. ამათი ნაჯახი მაქვს მაჩეტე. ეს ის არის რო გამოგიგზავნე? კი ეგ არის. ჯერ ნახეთ. რა ლამაზი ქარქაში აქვს. ეს ჩემი არჩეული დანა არის. კი, ეს ნინი მარჩია. ახლა მწვანილი. ვიკას ჭურჭელი გამოგვაჩება, კარგად? კი. სალოს დავჭრე. სალაშქროდ მეგობრებო, სულ დამაქონე. ბოლოხანებია კულკას ჭურჭელი. ქემშერში შეგიძლიათ შეიძინოთ. ძალიან ლამაზია და მსუბუქი. კი, ძალიან ლამაზია და მსუბუქია რა. ამათი ჭიქაც მოქვს. ხო და აი უკვე რო ვივლით ჩვენ. აი მართლა რო ვივლით რა, ფეხით. რომ მოგვიწევს სიარული, ჩანთაში რაც უფრო მსუბუქი ნივთები გიწყვია, მით უკეთესი არის, რა თქმა უნდა. კი. ისე ასეთი მე მეც მინდა. კი, შენს გეკნება მე. დაგიჭრე. აი ეგ ვიგულს და პატარა. შვენიერია. აუ ძამშიანი. მე. ნუ ერა და ვიდედიკა.
ხოველებს ეძახი ნოე? ნოე არის ტყის მეფე. მარილი არ გვაქვს. სვანური მარტო. მოდი სვანური. ეს ხوار გავუკეთო. შრალი აჭიკა. აი როგორც გინდა. ამაშიც ხوار მარილია. და წიწაკაც ხوار პრინციპში. ძალიან იცოდე ძალიან გააცხარებს. მე კაია. ამას უნდა ცოტა ძმარი, მაგრამ ძმარი შენ არ გაქვს. ისე ბადრი ზაფხულისთვის შენ ხო გიყვარს ძმარი და შეგიძლია რამეში ჩაასხა და ძმარით ატარა ხოლმე სალათს რო დაჭრი ხოლმე და მოასხა. ახლა გადავედით სალათის დაჭრაზე. ჭრეთ პომიდორი. დედიკო რა ვიცი მოსიყვარო. ძალიან მოეწონა ხალხი. ხალხს გადაეკიდა. ნუ მეც გიждები ხალხზე ძალიან მიყვარს. ესე შემიძლია ახლა ეგავიღო და ვაშლივით შევჭამა. ხოჩა. აგარი მიწი. როგორ გადაკოტრიალდა. ასე. ნოე. აუ, ტაისონს ნახე რა გადაუგდოთ ახლა. აბა ტაისონ მოიძადე. შეხო ძალიან მაგარი ბიჭი ხა ტაისონ. 1-2-3. შეხედი გამაგარი. ტაისონს გადაუგდეთ თქვა. ტაისონმა ხო იპოვა. მე ტაში დაუკარი და მე ნოემაც ეგრევე. ფილე გვინდა დღეს შევწოთ. ამას ტაისონს მიცემ. თლიანი ავაცვა ესე იგი, ხო ნინი? ხო ბაჭი. უნდა შეროიცი ხოლმე დასე რო ეგრე ქენი. კი. და რა ვიცი, მგონი შრალი აჯიკა რომ გავუკეთო ჯობს. ვიდრე მარილი? სიცხარესაც მისცემს ხო, ვიდრე სხვა. ჯობნის ჯობია კი. ო, ტაისონს ზუსტად მოხვედი, ზუსტად მაგას ვაპირებდი, რომ დამეძახებინა ტაისონ მოდი თქვა. პოდიამა შეხედე. საყვარელი. ჩემი ტკბილი. ნიჭი ყვაროლა, ნუ ის კი. ტაისონ. მე ის ვიდეო მიყვარს, რო ყვარავს. თან ამაგილოს ესე რო შევა. მოიცა ტაისონ ამას ვეღარ მოგცემ. ისე გაგასინჯებთ, მე რაც ცხარი არ იქნება. გახსოვს ადრე სულ ქათავს წოდი და მომენატრა. კი. ой. მეც მომენატრა. უნდა გადაანაწილო? დანით გადაანაწილე. ჩატკეპნესავით. კი. ბურთულები რომ არის. აუ ნინი ერთხელ აქეთ ვარ მე მარტო წამოსული. ხო და ქვა გასკდა. მაშინ აღარ ქართულ ვიდეოებს არ ვიღებდი. ქვა გასკდა. აი აქ ჩამიარა ზუსტად ყურის გვერდით, აი ზუსტად ისე რომ აი თოფს რო გავისწრი ხოლმე და ყური რომ იწვის ხოლმე ზუსტად ეგრე ვიყავი. ეხლა მართლაც გაგუსკდა ქვა. სახარებას ვკითხულობდი რა. და აი თვალზე რომ მოხედოდა, ახლა ცალთვალა ვიქნებოდი. აი მეგობრებო, განსაკუთრებით ხილად იყავით ასეთი ტიპის ქვებთან. აუ ნინი რა კაი გამოვა ეს იცი? ეჭვიც არ მეპარება. ეგრე როგორ. ტესტოსტერონი. უბრალოდ ხალხს სვანა ეს სიცხარე აქვს, თითქოს უფრო რთულიაო მე. ძალიან კაი გამოვა ეს. ადრე მე და ნინი, აი სანამ ქართული YouTube-ზე დავიწყებდი ვიდეოების დადებას, ბუნებაში რო დავდიოდით ხოლმე, ხშირად წავდით ხოლმე ძალიან ქათამს. ნაირად, ხან ისე, ხან ასე. სულ გამოგვდიოდა ძალიან კარგი და წვნიანი. აი ფილე ცალკე ხო იცით როგორი მშრალია და ბუნებაში რო ამზადებ, ყოველთვის გამოდის წვნიანი. სწორად თუ ამზადებ და ძალიან თუ არ გამოაშრე. მე ცოტა ისო გადაგიკეთება ხოლმე. ოჰ, დაეშვა. ნინი მე ნოეც რო დაიწყებს ტყეში მომზადებულების ჭამას. შეუწავ ხოლმე საქონელს, ქათამს, სულ კარგ რაღაცებს მომზადებ და კბილები რო გაიმურება. რო გაიცინებ და ნახშირიანი კიჭავე რო გექნება. მე წყალს რო დააყოლე. იმას პირველად ვშრები. გეტყობა. აუ ტაისონი გაგიჟდა, იმ ხელანი ერწყის ჩაყლაპა. აი, კარგი შემწორიანი ეს მთლიანად. კი.
აი მე ტაისონი რა დღეშია? ამოვატრიალე. მე ტაისონი რა დღეშია მეგობრებო. მე თვითონ ჯოხის გაყოლება იყო. ხო. რაც უმია მაგას მოვაჭრე. ჩემ ტაზიკას. ოთორე უმიქათამი. ტაისონი შეხედე რა ჭამს. ჯოხს. ჯოხი რო გადავაგდე რას დარჩა ქათამი? აჰა ტუჯიკა. ისე აქ თქვია ფინე მართლა დიდი იყო. კი და მაგიტო. ჩავჭრეთ პატარაზე. მივხვდი ახლა როგორც ამბობ. ასე 1 2 და 3. და ახლა ეს უნდა შემეწვა. რეალურად. მგონი აქეთ მხარეს არ უნდა გავუკეთო ხოლმე შეხედე როგორ. კი, ნახე გარეთ დარჩა. ისე უნდა ქნა რომ ეს შიგნით დატოვო. ხო. კონკრეტ აღარ გაწამოს. ნახევარზე აღარ წავუსვამ, მხოლოდ იმ ნაწილზე წავუსვამ, სადაც ხორცი იდება. ეს გამოვიდა რაღაც საოცარი. ეთყობა და ერთი სული მაქვს, ახლა გავსინჯე. ზუსტად 4 საათის ფურცელი რო დარჩა ბადრი. 4 წელს გავაკეთებ. ასე. ქათამი. დავდოთ ასე. აი უკეთეს გამოვიდა. ამას. აუ რა ლამაზი არის. სადაა მეგობრებო? ნახეთ ეს რა ლამაზად გამოიყურება და რა გემრიელად. გავსინჯავ და გეტყვით. აბა, გავსინჯოთ. არ მინდა შენს გარეშე გასინჯოთ და გელოდები. გასინჯე შენ. დაგელოდები. არა, გასინჯე მართლა. მე ნუ ის ჯერ ვაჭრან ცოტას და. დიოდ ასე რომ მჭირავს. კალთაში და ისე რომ ვაჭრებ არ უყვარს. თავის კამერაზე რომ ამიჩვეული. კაია? ის გამოვიდა საოცრება. კი. ხო, აი რო გავსინჯე ძალიან კაი იყო. ასე. ნუ ეს დაიმახსოვრე რა და მე და შენ რო წავა სადმე გიჟურ პირობებში გავაკეთოთ, კაი? უმაგრესია მეგობრებო. მე მარტო რო დავდივარ ხოლმე ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ისეთი დრო არ მაქვს ხოლმე რა, რომ აი ესე დავჯდე, რაღაცები ვაკეთო. თუ რა თქმა უნდა ზაფხული არაა. ოჰო, ხელები შევითმოთ, ნოე როგორ აცივდა. მიუშვირე ესე რა სასიამოვნოა. აი ესე მიუშვირე. სასიამოვნოა. ესე რომ დავდგებით, მე და ნუე რო წავალთ სადღაც კაც პირობებში, დიდი ბიჭი რო იქნება, ძალიან გიჟურ პირობებში და შენ ხო არ გაგწირათ მაგისთვის. ძალიან გიჟურ პირობებში რო წავალთ, ესე -15 რო იქნება და ესე რომ დავდგებით მე ციცხდა. ათვება თუ არა გამოდიან. ფრთხილად იყავით. ტანსაცმელი შეიმოწმეთ ხოლმე, ძაღლი შეამოწმეთ. ტაისონს ვასმევს სიმპარიკას. ძალიან კარგი წამალი არის. აქ თემაში რა იცავს ყველანაირი პარაზიტებისგან. აი ოდნა დათვება თუ არა უმჯობესია უკვე ძაღლზეც დაიწყო. საშიშია რა. შარშან ტაისონი ძალიან ცუდად გახდა ერთი ტკიპის ნაკბენის გამო. წამალი დადეული ქონდა დეტყვა ბოლო ხანებში უკვე ვადა რო გავიდა. მე აქ მოდი ესე რო იდგე. აჰა, კარგი ბიჭი ხარ. ნუ ეცი მაგალისა ტაისონს ყურებს ვარცხნი. წამო ტაისონ ჩაჯექი. მეგობრებო, ნინის უნდა უკან ნახო რა. უკოსურით უნდა გავიდეს და ტაისონს გონია რომ რჩებით მე და ნახეთ. არა რომ მოვად დაგხვდებიან როგორ მიყურებს? ტაისონ, აბა რა ვიცი რა ვქნა, ვერ მოვდივარ და. აბა შენიც. აბა ტაისონ შენს დაიმშვიდობე. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან კარგი გასვლა გქონდა. როგორც უკვე გითხარით, ნუ უფრო და უფრო წამოიზრდება და რაღაცა. უფრო დიდ გასვლებს მოვაწყობთ. ზაფხულში უეჭველი დარჩენითაც წავალთ ხოლმე, კარვით და ამბები. ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ სურვილი გაქვთ, არხით გამოიწერეთ.
აბა მაგრად მეგობრებო. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.